თბილისი გაუმწვანებელ ქალაქთა შორის მეოთხე ადგილზეა. 13 მილიონ კვადრატულ მეტრზე მეც აქვს შეცვლილი ფუნქცია და ეს აღარ არის რეკრეაცია. და საერთოდ მოვიდა მე მგონი რომ მე 7 წელი არის რაც დამტკიცდა უკვე თბილისის გენერალური გეგმა და ძალიან საინტერესო იქნება გარკვეული რევიზია ჩაუტარდეს ახლა ამ გეგმას. სადამდე უნდა მივიდეს ეს ციფრი? 11 კვადრატულ მეტრამდე იყო ლაპარაკი, როცა დავითვალეთ დაახლოებით 600-700 ჰექტარი ჩვენ ახალი გამწვანებული ტერიტორიები შევთავაზეთ ქალაქს. იქნება ასე? მე როგორც უყურებ არა. პირველ რიგში მაქსიმალურად უნდა იყოს შენარჩუნებული ის მწვანე სივრცები, რაც ჯერ კიდევ არის დარჩენილი. რას ვფლობთ? რა გამწვანებულ ტერიტორიას ვფლობთ? რამდენს ვფლობთ? სად არის მათი საზღვრები? რამდენი ხენარგავია, რამდენად არის დაზიანებული თქვენ შეეხეთ ამ თემას, რამდენად არის ავარიული ეს ხეები, სახელმწიფო მოსაჭრელია ეს ხეები, სახელმწიფო შეიძლება თავში დაეცეს ადამიანს და მოკლას, ვიცით ჩვენ ეს ყველაფერი. პირველ რიგში რაზე გაიცემა ნებართვა და მე რაზეც გაიცა ნებართვა ის აღსრულდა თუ არა, ამის კონტროლი არის პირდაპირ სახელმწიფოს ფუნქცია და მოვალეობა. ანუ თბილისში ერთ სულ მოსახლებზე სტანდარტებით მინიმუმ 9 კვადრატული მეტრი გამწვანებული სივრცე უნდა გქონდეს. ახლანდელი მდგომარეობით ქალაქის ცენტრში გვაქვს 2 კვადრატული მეტრი ერთ სულ მოსახლეზე. პოტენციალი დაკარგა მიმზიდველობის შეიძლება ამ წუთას არ არის, მაგრამ აქ ეს არის დაგეგმილი და გაკეთდება ეს მწვანე სივრცე რაღაცა და არა, ეს პოტენციალიც კი დაკარგა ძალიან ბევრმა უბანმა იმისთვის, რომ გამხდარიყო მიმზიდველი. მოგესალმებით, დღეს ძალიან საინტერესო სტუმრები ყავს გადაცემაში. გადაცემის თემა იქნება თბილისის გამწვანება და გამწვანებასთან დაკავშირებული საკითხები. საკმაოდ საინტერესო სტუმრები მყავს. მოგესალმებით. ქალბატონი ხათუნა გოგალაძე, გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი და გარემოს დაცვითი პოლიტიკის ექსპერტი და ბატონი მამუკა საალუქვაძე, ურბანისტი, თბილისის გენგეგმის ავტორი. დავიწყებ ქალბატონო ხათუნა თქვენგან. ბევრი მონაცემი არ არსებობს ამასთან დაკავშირებით, თუ თბილისში რამდენი კვადრატული მეტრი ან კილომეტრი გვაქვს გამწვანებული, თუმცა დაახლოებით იმ მონაცემით ეს ციფრი არის ერთ სულ მოსახლეზე 3-4 კვადრატული მეტრი, რაც სტანდარტებთან შედარებით ძალიან დაბალია. მინიმალური ზღვარი ქალაქებისა არის 9%. და ამ 9%-ის მიღმა ვართ და გადავხედე სტატისტიკას და სხვათა შორის ევროპულ ქალაქების ჩამონათვალში თბილისი გაუმწვანებელ ქალაქთა შორის მეოთხე ადგილზეა, რაც ძალიან ცუდი მაჩვენებელია. პირველი არის ათენი, მეორე არის პარიზი, მესამე თუ არ ვცდები ლისაბონი და შემდეგ ვართ ჩვენ. რა მონაცემებია შეიძლება ვცდები ამ მონაცემებში და ხომ არ გაქვთ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით და სად ვართ და როგორ შეიძლება რომ გამოვიდეთ აი ამ რთული სიტუაციით? მოგესალმებით, ძალიან საინტერესო კითხვაა. გეთანხმებით იმაში, რომ საქართველოს თბილისში ერთ სულ მოსახლეზე ძალიან მცირეა გამწვანებული ტერიტორია. ესე იგი ზუსტი მონაცემები ამის შესახებ არ არსებობს, თუმცა არის რაღაც ოფიციალურად გამოქვეყნებული დოკუმენტები, მათ შორის ერთ-ერთი არის თქვათ UN-ის გაეროს ერთ-ერთი სტრუქტურის ანგარიში, სადაც წერია, რომ თბილისში არის სადღაც 4 კვადრატული მეტრი ერთ სულ მოსახლეზე. მანამდე თქვათ EBRD ასევე ანგარიშია გაკეთებული, ცოტა უფრო გვიან, მანამდე წინანდელი 2017 წლის, სადაც 5-6 კვადრატული მეტრი წერია ერთ სულ მოსახლეზე. თუმცა ისევ და ისევ რა მეთოდოლოგიას ეყნობოდნენ, როგორ გაკეთდა, თქვათ ინვენტარიზაციის მასალები არის, არ არის, როდის ჩატარდა ეს ბატონ მამუკას უკეთ ეცოდინება, ეს ჩემთვის არ არის ცნობილი, მაგრამ უბრალოდ ოფიციალურად რაც არის ნათქვამი. იგივე გენგეგმაში რამდენადაც მახსოვს, ესეთი ის მითითებული არ არის, რომ თქვათ ერთ სულ მოსახლეზე ამდენია. არის მითითება? ამაშენ კი ბატონო მაგაზე და არის მიზანი რისთვის უნდა მიგვეღწია ამ გენგეგმით. ამ გენგეგმით არის დაახლოებით 15 დაახლოებით 11-12 კვადრატულ მეტრზე იყო ლაპარაკი იმ არსებული სიტუაციით. ბოდიში. არა, პირიქით ეს არის. საკუთარი გაკითხვა ჩემკენ შემოbrunda. ლაპარაკი იყო იმაზე, რომ დაახლოებით 2 კვადრატულ მეტრამდე იყო ქალაქის განაშენიანებულ ნაწილში. ჩვენ მაგი უნდა გამოვყოთ, ხო? განაშენიანებული ნაწილი, ანუ სადაც ჩვენ ვართ ახლა და რა თქმა უნდა, სადაც არის განაშენიანება, სადაც ცხოვრობთ, პრაქტიკულად მასობრივად და სადაც ვარსებობთ, მუშაობთ და ასე შემდეგ და ამდენად ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს ქალაქის ორგანიზმში და არის პერიფერიული ნაწილები,
სადაც ხო აი ერთად რო შევაჯამოთ 5-6 კვადრატული მეტრია, სავარაუდოდ მანდედად მაგრამ 2 არის კვადრატულზეა ლაპარაკი, 2 კვადრატულამდე დავითვალეთ ჩვენ ეს გეოსაინფორმაციო სისტემების მეშვეობით და ასე შემდეგ, რაც არის რეალობა ქალაქში. ოღონდაც ეხლა ერთი წლის ვქნათ, რომ ეს იყო მონაცემი 2016 წლის, 2017 წლის, როცა გენგიგმაზე მუშაობა იმდინარეობდა. რა არის ამ გენგეგმით გათვალისწინებული? სადამდე უნდა მივიდეს ეს ციფრი? 11 კვადრატულ მეტრამდე იყო ლაპარაკი, როცა დავითვალეთ, დაახლოებით 600-700 ჰექტარი ჩვენ ახალი გამწვანებული ტერიტორიები შევთავაზეთ ქალაქს. სწორედ გამიგეთ, ძალიან რთულია ამის შეთავაზება, ის შეთავაზება, რაც ჩვენ გავაკეთეთ, რა თქმა უნდა არის განვითარება იმ ტერიტორიებისა, რომელიც არის უკვე როგორც საპარკო ზონები, როგორც გამწვანებული ტერიტორიები და ახალი ტერიტორიების დამატებაზეცაა ლაპარაკი. მთელი ტერიტორიები არის კერძო საკუთრებაში. ძალიან დიდი ნაწილი ტერიტორიებისა, მით უმეტეს განაშენიანებულ ნაწილში არის კერძო საკუთრებაში და ვეძებდით აი სახელმწიფო ტერიტორიებს, ყოფილ ბრაუნფილდებს, ხო? ეგრეთ წოდებულს, ანუ ყოფილ საწარმოებს, დღევანდელ ბრაუნფილდებს. ვეძებდით ტერიტორიებს, რომელთა გამონთავისუფლება შეიძლებოდა, რომ იქ მწვანე მშენებლობა ყოფილიყო, მათ შორის აი რკინიგზის ტერიტორიაზე, ხო, დღევანდელი რკინიგზის ტერიტორიაზე. იქ არის რკინიგზა და არის აგრეთვე მეურნეობა საკმაოდ დიდი, 70 ჰექტრამდე არის სწორედ ტერიტორია, რომელზეც ჩვენ ვამბობდით, რომ მულტიფუნქციური განვითარება უნდა ქონოდა ამას და ამავე დროს ამის ნახევარი მაინც, ან 40% გამწვანებას ცენტრალურ პარკს დათმობოდა. და იქნება ასე? მე როგორც უყურებ არა. და რა არის ამის მიზეზი? ამის მიზეზი ის არის, რომ ამ ტერიტორიას სხვანაირად უყურებენ, ანუ ტერიტორიების გამოყენება ყოველ შემთხვევაში გეგმებში ისე არ არის, როგორც ჩვენ მიგვაჩნდა, არის რაღაც გარკვეულ სამშენებლო სამუშაოებზე, ხო, სამშენებლო პროექტებზე ლაპარაკი, რომელიც არ გულისხმობს იმას, რომ გამწვანება საკმაოდ დიდი ტერიტორია დაეთმოს. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს გენგეგმა, რომლითაც რაღაცა ტერიტორიები უნდა ყოფილიყო გამწვანებული და ციფრი, რომ 12 კვადრატულ მეტრამდე გაზრდილი. კვადრატულ მეტრამდე გაზრდილიყო, ესე იგი მიუღწეველია თუ ამ გენგეგმას არ მიუყვებით. თუ არ მიუყვებით, ბევრი რაღაცა გაკეთდა, ხო პირდაპირ გეტყვით, მაგრამ ბევრი რაღაცა ჯერ კიდევ არ გაკეთებულა. მაგალითად, დიღმის ჭალებზე ჩვენ მონიშნული ქონდა დიდი საპარკო ზონა, მუშავდება პროექტი, ჯერჯერობით რაღაც საბოლოო იმამდე ვერ მივედით. თუმცა კონკრეტულ თემას გეტყვით, თემქისხევი. თემქისხევში გაკეთდა პარკი, რომელიც სწორედ გენგეგმის მიერ იყო. მაგასთან დაკავშირებით საინტერესო. ძალიან საინტერესო და ძალიან კარგი პარკია სხვათა შორის. ძალიან, და ის იყო ხევი, ნუ ახლა ხათუნამაც, კალბადონმა ხათუნამაც ძალიან კარგად იცის, რა მდგომარეობა იყო იქ. სხვათა შორის. მაგრამ მაგასთან დაკავშირებით აი ერთი თქვენთვის შეიძლება საინტერესო იყოს ჩემი დაკვირვება ამ ყველაფერზე. თქვენ სწორად ძანეთ, რომ ესე იგი ეს მე მგონი ჯანმოს ორგანიზაციის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაა, რომ ერთულ მოსახლეზე სულ მცირე 9 კვადრატული მეტრი უნდა იყოს და სასურველია 50 კვადრატული მეტრი იყოს. აი ეს და ნუ ახლა ბატონი მამუკა რასაც ამბობს, რომ თქვა ეს იყო დაგეგმილი, ნუ კარგია რომ ამის გაზდა იყო დაგეგმილი, მაგრამ მე უბრალოდ ესეთი ურბანისტი არ გახლავართ, მაგრამ ნუ ვარ გარემოს დამცველი და ზოგადად რასაც უყურებ, პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ ძალიან არ მომწონს, მე თვითონ დიდი ღომში ვცხოვრობ და ნუ დიდი დიღმის განაშენიანების ინტენსივობას და ხარისხს რომ ვუყურებ, ნუ მე ვფიქრობ, რომ ფაქტობრივად ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ეს უბანი და არა მარტო ეს უბანი და რა ამ ინტერესით და ვინტერესდი სწორედ ამ გენგეგმით რა იყო გათვალისწინებული, ვთქვათ, და რა ხდება მას შემდეგ და არის საინტერესო მიგნება მაქვს და შეიძლება აი ბატონმა მამუკამ გამოცდილებიდან გამომდინარე რაღაცა ცოტა უფრო აზრი შეძინოს იმას, რაზეც მე ძალიან დიდი კითხვა მაქვს. კერძოდ 2019 წელს ხომ იყო მიღებული ეს გენგეგმა, ახლა გვაქვს 26 წელი, ხო? 2019 წლის შემდეგ საკრებულო იღებს, ნუ ყოველთვის რაღაცა ცვლილება არის, რაღაცა დადგენილებებს. 100-ზე მეტი დადგენილებაა მიღებული 2019 წლის გენგეგმის მიღების შემდეგ და თითოეული დადგენილება მოიცავს საშუალოდ 20 პუნქტს. ამ 20 პუნქტიდან სრული უმეტესობა 95% გახლავთ ზონალური ზონის ცვლილება. ანუ რაც იყო დაგეგმილი გენგეგმის მიხედვით, რომ თქვათ, ეს უნდა ყოფილიყო რეკრეაციული, ეს უნდა ყოფილიყო საატყეო, ეს უნდა ყოფილიყო სასოფლო-სამეურნეო. ამისი თქვა ცვლილება, არა მარტო ეს მე ახლა უბრალოდ ჩემთვის საინტერესო და ზონალურ ცვლილებებზე გესაუბრებით. ესე იგი, რომ დავაჯამე ეს 2000-ზე მეტი ცვლილება არის 2019 წლიდან დღემდე, თებერვლის ბოლოს იყო რომ განვაახლეს ინფორმაცია ჩემთვის. მარტის და აპრილის არ ვიცი და ეს კიდევ გაიზრდებოდა ეს 2000-ზე მეტი ცვლილება
და ამ ცვლილებებით, აი მარტო ორ რაღაცას შევხედე მე პირადად, იმიტომ რომ იქ უამრავი ინფორმაცია შეიძლება ვთქვათ შეხედო, რომ იქ კოეფიციენტის, ანუ საცხოვრებელი ზონა 1 2 3 4 5 ხო არის ასე და ვთქვათ მაგას როგორ შეეცვალა თუ არა სტატუსი. სამწუხაროდ მე ამისი ანალიზი ვეღარ შევძელი დრო აღარ მქონდა მაგის. ხო, ეგეც იქნება, მაგრამ აი ამ ცვლილებებით, აი ამ 2000-ზე მეტი ცვლილებით დღეის მდგომარეობით რომ ავიღოთ სასოფლო-სამეურნეო, სატყეო და რეკრეაციული ზონა, რაც იყო განსაზღვრული გეგმით 13 მილიონ კვადრატულ მეტრზე მეც აქვს შეცვლილი ფუნქცია და ეს აღარ არის რეკრეაცია. სარეკრეაციო თუ სასოფლო-სამეურნეო თუ სატყეო, აქვე მინდა ვთქვა 1300 ჰექტარი არის 13 მილიონი კვადრატული მეტრი. ამის პარალელურად შევხედე მეორე მონაცემს, იმიტომ რომ აქ ეს ცვლილება ყოველთვის არ არის საცხოვრებელ ზონად. ზოგი არის რაღაცა შერეული, ზოგი სამრეწველო, რაღაცა სხვადასხვა ზოგი საცხოვრებლად. ზოგჯერ შეგხვდება ობიექტურობისთვის ითქვას ისიც, რომ რაღაცა პირიქით რეკრეაციულ ზონად არის გადაკეთებული, მაგრამ ეს მე ბალანსზე ვამბობ, რაღაცა გადააკეთეს, მაგრამ რაღაცას პირიქით შეუცვალეს. 13 მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტრი ვთქვა საშუალოდ, ამაზე ნაკლები სივრცე გვაქვს დღეს თბილისში, ეს იქნება რეკრეაციული, სასოფლო-სამეურნეო თუ სატყეო ზონა. და ამის პარალელურად დაახლოებით 6 მილიონი კვადრატული მეტრით მეტი საცხოვრებელი ზონა გვაქვს, ანუ რაც იყო დაგეგმილი გეგმის მიხედვით, დღეის მდგომარეობით ზონალური ცვლილებების მიხედვით გვაქვს 6 მილიონი, ანუ 600 ჰექტარით მეტი საცხოვრებელი ზონა და 13 მილიონი კვადრატული მეტრით, ანუ 13 ჰექტარი, 1300 ჰექტარით ნაკლები რეკრეაცია, სატყეო და სასოფლო-სამეურნეო. შეიძლება ითქვას, რომ 2030 წლისთვის ასე თუ გავაგრძელეთ, 12 კვადრატული მეტრი კი არა ერგოს ერთ ადამიანს, ერთ მოსახლეს გამწვანებული ზოლა ქალაქში, შეიძლება ის ორიც აღარ გქონდეს. ყველაფერი შეიძლება, ისე რა ქვია, ყველაფერი დასაშვები არის, მით უმეტეს ჩვენ ქვეყანაში როგორ ჩანს, მაგრამ აქ სხვაზეა ახლა ლაპარაკი და ამან ახლა რაც ხათუნამ ახსენა, ამას გავაგრძელებ. ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი, არ დაუზარებია გაბატონ ხათუნას და ძალიან ბევრი ინფორმაციაა სხვათა შორის, იმიტომ რომ PDF ფაილებია და Excel-ში არ დაუზარებია და ეს ყველაფერი საქმე დააჯამა. სხვათა შორის აქ ერთ თემას მაცნეზეთებს ეს, თან ეს არ არის რაღაცა. ხო, მაგრამ ახლა დაჟდომა უნდა და თავისი არ მოდის. აქედან გამომდინარე მე გავაგრძელებ ამ თემას და საერთოდ მოვიდა მე მგონი რომ მე-7 წელი არის რაც დამტკიცდა უკვე თბილისის გენერალური გეგმა. და ძალიან საინტერესო იქნება გარკვეული რევიზია ჩაუტარდეს ახლა ამ გეგმას. იცით რა არის? ქალაქი ბუნებრივია, ახლა ვერ იქნება რაღაც სტატიკურ მდგომარეობაში, იცვლება, დინამიურია. ბუნებრივია, ახლა ცვლილებები ზონებში ყოველთვის იქნება, იმიტომ ხან იმიჯნება რაღაც ტერიტორია, ხან რაღაცა იყოფა, ასე შემდეგ, ხან შეიძლება შეეცვალოს. მაგრამ ჩვენ უნდა ვნახოთ მართლა რა მდგომარეობა არის ამ 12 კვადრატულ მეტრს ერთ წულზე ვახცევთ თუ მართლა იმაზე უნდა ვიზრუნოთ რომ 6 მაინც შევინარჩუნოთ ან იქნებ 30-ზე გავდივართ უკვე მე იმას ვამბობ რომ ეს ისედაც კანონმდებლობითაც რევიზიას ექვემდებარება ამგვარი დოკუმენტები და ეს აუცილებელია 2019-ის მარტში იქნა მიღებული და არ ვაპირებთ რომ გავაკეთოთ როგორ ანუ 7 წელი გავიდა ეს ალბათ უნდა შევეკითხოთ ქალაქის მესეურებს იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ ეს საშუალო საქმე არის და ჩვენ უნდა ვნახოთ რა ტენდენციებია, ანუ ვიცავთ გეგმის იმ თავარ პოსტულატებს და იმ თავარ პრინციპებს, რომელიც იყო გეგმაში ჩადებული თუ არის ბევრი შემთხვევა, როცა გადახვევა ხდება. რევიზიის გარეშე თქვენ როგორც გეგმის ავტორმა, რა შეგიძლიათ თქვა, ვიცავთ თუ არ ვიცავთ? იცით რა არის? მე შემიძლია ვთქვა, რომ არის რაღაცა გარკვეული ფრაგმენტები დაცვის შემთხვევაშიც და არის როცა ისეთი პროექტების შესახებაც გავიგე, რომელიც კარდინალურად ეწინააღმდეგება გენერალურ გეგმას. აქ ლაპარაკი იმაზე არ არის, ხო ზონა რომელიც შეიცვლება და ეს გეგმა იცის ძალიან კარგად რომ შეიძლება ზონა შეიცვალოს თუ გაკეთდება განაშენიანების დეტალური გეგმა, განაშენიანების რეგულირების გეგმა, ხო? ან სხვა რაღაც დოკუმენტები რომელიც დამატებითი კვლევის საფუძველზე დაასაბუთებს რომ შეიძლება ზონის შეცვლა, შეიძლება. ეს არაფერი პრობლემა არ არის. ნუ ცუდია, როდესაც რეკრეაციული ტერიტორია იცვლება, ბუნებრივია, საცხოვრებლი და სამშენებლო ზონით. ხო, რეკრეაციული ტერიტორია არ არის, სამშენებლო ზონას არ განეკუთვნება. ან ლანდშაფტური ტერიტორია იცვლება, ან სასოფლო ტერიტორია, ხო, გააჩნია ხა თბილისის მიდამოებში ახლა მაინც სასოფლო ტერიტორიები შეიძლება არ არის ძალიან ისეთი, მაგრამ გააჩნია არის რაღაც ადგილები, სადაც ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შედარჩოდეთ. მაგალითად, ჩვენ ახლა წყნეთისკენ და შინდისისკენ და რაღაცა იქ არის რაღაც ჩამოყალიბებული ცხოვრების წესი, რომელიც უნდა შევინარჩუნოთ და სათამბჯენები არ უნდა ჩაიდგას, ახლა ბუნებრივია. ჩვენ სწორედ ამას ვამბობთ, რომ თუ
თუ გამსხვილება და გამჭიდროება მოხდება, თუ შეიძლება ჩვენ ვილაპარაკოთ იმაზე, რომ განაშენიანება განვითარდეს, ეს უნდა იყოს პერიფერიული ნაწილი ალბათ და არა ქალაქის ცენტრალური ნაწილი, პერიფერიული ნაწილი ქალაქის განაშენიანებული ტერიტორიისა და არა საერთოდ ადმინისტრაციული საზღვრების პერიფერიები. იქ განაშენიანების გარეთ ჩვენ ძალიან მკაფიო საზღვარი გავაოლეთ და ვთქვით, ამის იქით მშენებლობა არ არის რეკომენდირებული. რატო? იმიტომ რომ ჩვენ იქ გადავდივართ ახალ ტერიტორიებზე, აუთვისებელ ტერიტორიებზე, სადაც არც მიწისქვეშა კომუნიკაციებია, არც გზები არ არის ხშირად, არც სერვისის ობიექტები არ არის. ანუ ის არის სრულიად მოუმზადებელი მაშინ, როდესაც ჩვენ კარგად ვნახეთ, რომ ძალიან დიდი რესურსი იყო მშენებლობისა თვითონ განაშენიანებულ ნაწილში. იგივე ბრაუნფილდების ტერიტორიები, საკმაოდ 600-700 ჰექტარი იყო ყოფილი საწარმო ტერიტორიები, რომლებიც აუთვისებელია. ხშირ შემთხვევაში იქ პატარა საამქრო ცეხები არიან, რაღაცა არის ჩვენ ასეთ ჩაკეტილი. ბრაუნფილდზე ვიმყოფებით, ხა ჩაწერა სადაც ვხორციელებთ, აქ იყო ასეთი ბრაუნფილდი, სადაც ჩვენი სახლი ჯიქიაზე აშენდა და რომელიც აითვისეს და ძალიან ნორმალური განაშენიანება გაკეთდა, ხო? იცით რა არის? აი თქვენ თქვით რომ იქნება 5-6 მას მივაღწიოთ კვადრატულ მეტრს და რაღაცა. აქ ერთი არა 11-ს. არა, თქვა თუ ასე გაგზავნეთ 11-ს მივაღწიო, მაგრამ მე პირადად შემცირებას აი ამ დოკუმენტების მიხედვით და ვიზუალურადაც რასაც უყურებ, მე შემცირებას უფრო ვხედავ პირადად ვიდრე გაზდას. მაგრამ აქვე ძალიან მნიშვნელოვანია თქვენ ახსენეთ რომ გენგეგმაში 2 კვადრატული ანუ 2 კვადრატულ მეტრამდე იყო ქალაქის განაშენება. მაგრამ თუ ვთქვათ იმ რაღაც შემოგარენს და აქ რადგან თბილისის ტერიტორიას წყნეთი რაღაცა იმის ხარჯზე შეიძლება ეს 5-6 კვადრატული მეტრი იყო, მაგრამ იგივე ჯანმოს რეკომენდაციით და ეს ბოლო დროის ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენციაა მარტო ასე რაღაცა გასაშუალოებულ მონაცემს კი არა აქვს მნიშვნელობა რომ ერთ მოსახლეზე 1 კვადრატული მეტრი, რამდენი კვადრატული მეტრი მოდის. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სიახლოვეს, მიწვდომადობას, დიახ, რამდენად ის არის და მათივე რეკომენდაციით აი ეს გამწვანებული სივრცე არ უნდა იყოს 300 მეტრზე მოშორებით, რომ ეს მარტო იმაზე ხომ არ არის, რომ ვისაც მანქანა ყავს და თქვენ გახსოვთ კოვიდის პერიოდში იმის გამო, რომ რაღაც ასეთი ტერიტორიების სიმწირე გვაქვს ნამდვილად ლისის ტბაზე, ყუს ტბაზე, ფაქტობრივად ადამიანების აცობი იყო, იმიტომ რომ ყველა მიდიოდა მანქანებზე აღარ ვამბობ, რომ რაღაც ის არ შეიძლება და ის არ შეიძლება და რაღაცა გაგიჟდე ხო ადამიანების სახში, იმიტომ რომ რეალურად აი ეს დასახლებებში არ არის ის სივრცე, აი იმ მოცულობის ახლა სადღაც რომ 200 კვადრატული და იქ ორი საქანელო დაიგმება და ხები დაირგვება, ეს ამას არ ქვია საქმეც, არ არის ეს საკმარისი, კი ქვია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. 300 მეტრი მაინც უნდა იყოს. ანუ რეალურად ფეხით რომ მიხვიდე გამწვანებული ტერიტორია 5-10 წუთი და ძალიან მნიშვნელოვანი რაც ჩვენთან რატომღაც მეჩვენება კი არა ნაკლები ყურა ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ გავითვალისწინოთ საზოგადოების ისეთი ფენა როგორიც არის ასაკიანი მოსახლეობა და როგორიც არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომელთაც ელემენტარულად არ შეუძლიათ რომ გაიარონ რაღაცა კილომეტრები იმისთვის რომ რაღაც მივიდნენ და დასხდნენ და სკვერში თქვათ ისიამოვნონ ან სუფთახარი ან ვიღაცას გაესაუბრონ და რაღაც. ამიტომ ვთქვათ აი ის რომ აი ამას რა უნდა ეშველოს და როგორ უნდა იქნეს მიღწეული ის რომ ერთ სულ მოსახლეზე გაიზარდოს ეს მწვანე ტერიტორიები, მე ამის სივრცის დანახვაც კი მიჭირს ბატონო მამუკა მართალი რო გითხრათ. დიდი ღომს რატო ვახსენებ, რადგან იქ ვცხოვრობ ძალიან დიდი ხანია, დიდი ღომში ვცხოვრობ და ამიტომ მაინტერესებდა ეს ცვლილებების ამბავი, იმიტომ რომ საოცარი განაშენიანება ხდება დიდი ღომში. და აი აქედან გამომდინარე დავინტერესდი უფრო მეტად ამ ურბანული საკითხებით და საინტერესო არის ის რომ დიდი ღომში სხვადასხვა არ არის დიდი რაოდენობით ცვლილება რეკრეაციულის ანუ მწვანე ზონის აი ესე საცხოვრებელ ზონათან სხვა მაგრამ სხვა ზონა კი არა რეკრეაციულების ცვლილება ანაგლები მაგრამ დაახლოებით 6-7 ჰექტარი ანუ 600-700 კვადრატული მეტრით მეტი საცხოვრებელია. ეს ცვლილება კია გაკეთებული, ანუ იქ შერეული ზონაა, იქ სამრეწველო ზონა, ანუ სხვა ზონებს შეეცვალათ სტატუსი და გახდა სამშენებლო ზონა. და აქვე ალბათ არ ვიცი ამ ფორმატში როგორ, აქვე ალბათ აუცილებლად უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ როდესაც რაღაცა შენდება, ინფრა თქვენ ბატონო მამუკა მახსენა, რომ აი ვთქვათ აუთვისებელ ტერიტორიაზე იქ რაღაც არ არის ინფრასტრუქტურა და ეს გასაკეთებელია ის და ეს და ვთქვათ დიდი ღომში ეს ინფრასტრუქტურა კანალიზაცია, მაგრამ მისი შესაძლებლობა ეს carrying capacity-ს რო ვეძახით, ანუ რამდენის ატანა შეუძლია პირველ რიგში გზას. აი ეს სადმე არის, არ არის ეს კიდე უფრო რთული ბუნებრივია.
პრობლემა ეს არის ძალიან რთული სხვა გადაცემის ფორმატია, სხვა კი ბატონო, მაგრამ ამას ებმის, იმიტომ რომ რეალურად ეს გზა თუ არ იყოს, შენობებია, ბევრი მწვანე სივრცეები არის დება დიდი ღომში, ანუ მიმატებულიც არაფერია. მწვანე სივრცეები არის დება, შენობები იზრდება, გზების ვერაუდის და მწვანე სივრცის მნიშვნელობაზეც უნდა ვისაუბროთ. ახლა ეს რაღაც მწვანე სივრცეებისთვის ხო არ არის, რომ იდეა ფიქსი გვაქვს, რომ რაღაცა გვინდა რომ მწვანე იყოს. არ ვიცი თქვენ მგონი სხვა კითხვა გქონდათ და თუ გინდათ გავაგრძელებ ამან. ანუ რატომ არის მწვანე სივრცეები მნიშვნელოვანი ზოგადად რომ იყოს ქალაქში და რატომ არის რომ თქვათ სხვადასხვა ორგანიზაცია განსაკუთრებით ჯანმო ცდილობს რომ აი ამისი ამ საკითხის განვითარება მოახდინოს სხვადასხვა ქვეყნებში და იმიტომ რომ პირველ რიგში მწვანე სივრცე ეს არ არის უბრალოდ რაღაცა პარკი და დასასვენებელი შეიძლება ჩავთვალოთ რომ ეს არის ინვესტიცია ადამიანების ჯანმრთელობაში. ძალიან მნიშვნელოვანი არის მწვანე სივრცეების არსებობა ადამიანების ჯანმრთელობისთვის და რატო? ალბათ იცით ესეთი სითბური ეფექტი, სითბური კუნძულები, აი ეს ტერმინი თუ გეცოდინებათ, ანუ დღევანდელი კლიმატის ცვლილებიდან გამომდინარე სიტუაციიდან, როდესაც რაღაცა ტემპერატურის მატება ხდება. იგივე ჯან მოეძახის ესე იგი ჯანმრთელობის ზღვარს 9%. კი 9 კვადრატული მეტრი ერთულ მოსახლეობას. კი ბატონო. აი სითბური კუნძულები ეს არის შედარებით ახალი ტერმინი, შედარებით და რაში მდგომარეობს ეს? რომ როდესაც ქალაქში ან დასახლებულ უბანზე ვთქვათ ნებისმიერ უბანში, სადაც არ არის მწვანე ტერიტორიები და არის უფრო მეტი ბეტონი, შენობები, ანუ ბეტონის ინფრასტრუქტურა არის, იქნება ეს ასფალტი. სხვადასხვა მისიც მინდა ვთქვა, რომ ხშირად მე პარკებში შემიმჩნევია ძალიან ბევრი ჩაბეტონებული პარკები, რაც ასე მგონია, რომ არ არის სწორი, კი არ მგონია, არ არის სწორი სტანდარტი. იგივე სკვერი პარკი უნდა გაკეთდეს, რაც შეიძლება მეტი სიმწვანით და არა დაბეტონებით და რაღაცა ზედაპირის და კი ბატონო. ეს სათბურის კუნძული, სითბოს კუნძულები რას ნიშნავს? როდესაც ეს ბეტონია და განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, სიცხის პერიოდში ხდება გახურება ასფალტის, შენობების, ბეტონის კონსტრუქციების, გარაჟების, რა ვიცი, ყველაფრის, ხო? შემდეგ მზე რომ ჩადის, ეს ვერ ნიავდება, ვერ ასწრებენ ეს შენობები გაგრილებას და გამოყოფენ ეს პირიქით ეს შენობები გამოყოფენ ამ სითბოს. ანუ რეალურად რომ არ იყოს ეს ამდენი ბეტონი, იქ უფრო ნაკლები იქნებოდა ტემპერატურა, მაგრამ ღამე ხდება გამოყოფა და თქვენ დაკვირვები ხართ ალბათ, რომ ხანდახან ზაფხულში და არც თუ იშვიათად გვაქვს ტემპერატურა პირველ 2 საათზე 28 გრადუსი. ეს სწორედ იმის ხარჯზე, რომ გახურებული შენობები და ეს დიახ ეს არის სითბური კუნძულები, რომ აი ერთ რაღაცა იმაზე არის აი ჩახუთულ და არასდროს არ გრილდება, ამასობაში გათენდება, მზე ამოდის ისევ და კიდევ დამატებით აცხელებს. და ეს სითბოს გამო, სიცხის გამო მომატებული და განსაკუთრებით ღამის სიცხის გამო ძალიან მაღალია სიკვდილიანობა და აი აქედან გამოწვეული განსაკუთრებით ვისაც აქვს გულსიზრდათა დაავადებები, რესპირატორული სისტემის ასაკოვანი ადამიანები, რაღაცა სხვა დაავადების მქონე ადამიანებისთვის ეს არის ძალიან მაღალი რისკ ფაქტორი სიკვდილიანობის. პირველ რიგში ესე იგი ისევ და ისევ რომ დაუბრუნდეთ მწვანე სივრცეები საჭიროა თუნდაც ამიტომ და ნაკლები ცემენტი, ნაკლები და განსაკუთრებით მანძილების შენობებს შორის რომ ვენტილაცია ვეღარ ხერხდება, ქვემოთ სიცხე, შენობებიდან სიცხე გამოდის, მერე მზე აცხუნებს კიდევ და აი მწვანე სივრცე არის აი ამისთვის როგორ გითხრათ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ეს ერთი. მეორე ვიცით, არის დაბინძურება, ხომ? და სხვადასხვა დამაბინძურებლებია და თბილისშიც გვაქვს ეს პრობლემა, მათ შორის PM2.5 რომ არის ეს წვრილი ნაწილაკები, რომლის ძირითადი წყარო არის ტრანსპორტი, მაგრამ არა მარტო ტრანსპორტი, სატრანსპორტო საშუალებები. ეს მწვანე სივრცეები დაახლოებით 15%-ით ამცირებენ ამ თუთას PM2.5-ზე ვსაუბრობ, მაგრამ არა მარტო ამას არის PM10, უბრალოდ PM2.5 უფრო მეტად საშიშია კიდევ ადამიანების ჯანმრთელობისთვის. აი ამ დაბინძურების ხარისხის რომ ფოთლებით, იგივე მიწამ და ალექვით ხდება მისი აი ამ დამაბინძურებლების შეკავება და შესაბამისად ადამიანებამდე ნაკლები მიდის და შესაბამისად ადამიანების ჯანმრთელობაზე მოქმედებს ნაკლებად. მესამე,
გამწვანებული სივრცეები ითვლება, რომ 20-25% სხვადასხვა წყაროს შეიძლება სხვადასხვა ამცირებს კონდიცირების ხარჯებს, როცა ცხელა, ანუ სიგრილია. ზოგადად იმ ადგილებში, ესეც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებიდან, სადაც მეტი სიმწვანეა, იმ ადგილებთან შედარებით, სადაც ესეთი ჩახუთული და ნაკლებად ბეტონიზირებული არის გარემო, 1-დან 5 გრადუსამდე ნაკლებია ტემპერატურა. სხვათა შორის ევროპული ქალაქების მიდგომა მანდარი წმინდა ეკონომიკის და ფულის თვალსაზრისით, რომ გამწვანება გაცილებით იაფიჩდება ქალაქის ვიდრე კონდიცირება და ანუ ამ პრობლემასთან ბრძოლა. ერთი საინტერესო თქვენ შეეხეთ ამ 300 მეტრ დაშორებას, რომელიც სასურველია და თანამედროვე ქალაქებში უკვე ასე განსაზღვრავენ გენგეგმებს, რომ 300 მეტრის რადიუსში უნდა კონდეს ამ უბანს გამწვანება, ასევე არის ფორმულა 3-30-300. ეს არის თანამედროვე მიდგომა, როდესაც უბნებში მინიმუმ 3 ხეს უნდა ხედავდეს ყველა მოსახლე თავისი ფანჯრიდან და აივნიდან, მინიმუმ 30% ამ უბანში უნდა იყოს გამწვანებული და 300 მეტრის დაშორებაზე მეტი არ უნდა იყოს მწვანე სივრცემდე ამობლიდან. ეს არის რაღაც თანამედროვე მიდგომა ქალაქების ახალი უბნების მშენებლობის დროს. თქვენთან მინდა ესეთი კითხვით გადმოვიდეთ. ლისის ტერიტორია, დიდი ღომზე ვისაუბრეთ, რომელიც იყო თბილისის ერთ-ერთი ყველაზე გამწვანებული და ასე ვთქვათ სარეკრეაციო ზონა, აგერ ახსენა ქალბატონო ხათუნამ კოვიდის დროს ვიყენებდით ამ ტერიტორიას ძალიან აქტიურად თბილისელები და ახლა სხვათა შორის კარგამინჩი გაუვალია იქაურობა. იქ მიმდინარე მაღალსართულიანი განაშენიანებები და ის ტემპი მშენებლობის რაც იქ ხდება, როგორ ფიქრობთ? რა გავლენას მოახდენს თავად ამ ტერიტორიაზე, წაგვართმევს თუ არა ქალაქს რაღაც ჯანგბადის წყაროს და მეორეს მხრივ ურბანული თვალსაზრისით და სატრანსპორტო თვალსაზრისით როგორ უყურებთ ამას? იცით რა, მაქსიმალურად ვეცადეთ, ახლა ჩემი სათქმელი პრაქტიკულად და ჩვენი ჯგუფის სათქმელი გენგეგმაში დევს. ანუ ჩვენ იმის იქით არაფრის თქმა არ შეგვეძლო, რა თქმა უნდა, ეს უნდა გავახმოვანოთ ახლა და ვთქვათ რა იყო, ხო, იმიტომ რომ ყველა არ უყურებს ყოველ ჩვენში ახლა გენგეგმას. ბუნებრივია რომ ასეთი ტერიტორიების დაცვაზეა ლაპარაკი, რეკრეაციული, ლანდშაფტური ფუნქციით. თბილისის ზღვას ვახსენებ და მის მიმდებარე ტერიტორიას. სურვილები ყველა ესეთ ტერიტორიაზე იყო. რომ იქ საცხოვრებელი სახლები, კომპლექსები აშენებული იყო და ნუ მიდიოდა ბრძოლა ახლა, რომ იმის დამტკიცება რომ არ შეიძლება ამის გაკეთება, იმიტომ რომ ეს არის საჯარო სივრცე და ის თბილისის ზღვა საერთოდ უფრო მაღალი მასშტაბის და დიდი მასშტაბის საჯარო სივრცე არის, რომელსაც ჭირდება დაცვა და ის ყველასთვის უნდა იყოს, ხო, როგორც რეკრეაციული ლანდშაფტური ტერიტორია. გამოყენების თვალსაზრისით, თორე ალბათ ის პროცესები რო გაგრძელებულიყო, მადლობა ღმერთს რომ მაშინ შეჩერდა ეს ყველაფერი, რო გაგრძელებულიყო, რაც იყო ჩაფიქრებული, ალბათ ფეხი შესაყოფი არ იქნებოდა იქ ჩვეულებრივი მოქალაქისთვის, ის იქნებოდა რაღაცა კომპლექსებით გარშემორტყმული, ხო, რაღაცა ტერიტორია, რომელზედაც კერძო მესაკუთრეების შემოღობვა იქნებოდა დადებული. ლისის ტბაზეც იგივე და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიებზეც სწორედ ამაზე იყო ლაპარაკი, გარდა იმისა, რომ ჩვენ როგორც საშიში გეოდინამიკური პროცესების ტერიტორიად შევაფასეთ, ძალიან ბევრი ტერიტორია ლისის ტბის მიდამოებში არსებობს ესეთი რუკა, შესაბამისი ეს ტასჯიძეც დევს და ყველა შეუძლია ნახოს. იქ არის საკმაოდ ესეთი საშიში რიცხის მქონე ტერიტორიები, გეოდინამიკური თვალსაზრისით და არის ლისის ტერიტორიები მათ შორის მონიშნული, სადაც მშენებლობა ну არ ვამბობ რომ ასეთ ტერიტორიებზე მშენებლობა არ შეიძლება, მაგრამ ვამბობ რომ ასეთ ტერიტორიებზე ძალიან ფრთხილად უნდა იყოს და ყურადღებით მშენებლობა ნაწარმოები, მათ შორის რაღაც ფარატინა ქაღალდი კი არ უნდა იყოს გეოლოგიური საფუძველი, არამედ საკმაოდ კარგი შესწავლა უნდა მოხდეს ასეთი ტერიტორიებისა. იმიტომ რომ მართლა ვიცით ჩვენ რომ არ არის ახლა რთული რელიეფია თბილისში და არ არის ესეთი მარტივი აგებულებისა ეს ქანები. აქედან გამომდინარე ბუნებრივია ხო თქვენ რასაც ამბობთ არის რომ იცი რა არის მშენებლობა შეიძლება, მაგრამ ყველაფერს თავისი ზომა და წონა გააჩნია, ახლა არ შეიძლება ესე მიყვე და აშენო სადაც თავისუფალ ტერიტორიას დაინახო, ბუნებრივია და ამაში გარკვეული პასუხები არის, ახლა გენგეგმაში და არ ვიცი, ახლა გენგეგმა ჩვენ გავაკეთეთ, ჩვენ შეგვეკვეთეთ, ჩვენ გავაკეთეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მე უნდა აღვასრულო ის აღასრულებს სხვა ორგანოები როგორც წესი და ისინი არიან უკვე პასუხისმგებლები, როცა შეიძინეს ჩვენგან ეს დოკუმენტი. საკმაოდ საინტერესო ფაქტი
წავაწყდი, მოვიძიე ინფორმაცია ჩვენს მაყურებელს, რომ აუხსნათ კარგად, რაზე საუბრობდით, როდესაც საუბარი არის ესე იგი ქალაქში სტანდარტზე, რამდენი კვადრატული მეტრი უნდა იყოს გამწვანებული ერთ სულ მოსახლეზე. ანუ თბილისში ერთ სულ მოსახლეზე სტანდარტებით მინიმუმ 9 კვადრატული მეტრი გამწვანებული სივრცე უნდა გქონდეს. ახლანდელი მდგომარეობით ქალაქის ცენტრში გვაქვს 2 კვადრატული მეტრი ერთ სულ მოსახლეზე და საშუალოდ მთელი თბილისის მასშტაბით ეს არის დაახლოებით 4-5 კვადრატული მეტრი ერთ სულ მოსახლეზე გამწვანებული ტერიტორია. მოვიძიე მონაცემები და ევროპის რამდენიმე ქალაქით დავინტერესდი. მაგალითად, ტალინში 300 კვადრატული მეტრი არის ერთ სულ მოსახლეზე გამწვანებული ტერიტორია. ვენაში 275, ციურიხში 260, ჰელსინკი არის მაქსიმუმი, ეს არის 340 კვადრატული მეტრი ერთ სულ მოსახლეზე გამწვანებული ტერიტორია. ჩრდილოეთში ბევრად უკეთესი მაჩვენებლებია, შესაძლოა ანუ ევროპის ჩრდილო ნაწილში, აი სკანდინავიის ქვეყნებში. ეს ალბათ კლიმატიდან გამომდინარე. ძალიან კარგი მონაცემებია, იქ ახლა ბევრად აღემატება. ქალაქებში კი კატასტროფა ხდება, ქვევით მაგალითად მილანი მე-6 მე-7 ადგილზეა, რომში პარიზში არის მე მგონი 12 კვადრატული მეტრი. არა, პარიზი არის მეორე ადგილზე. და პარიზში არის 5-7 კვადრატული მეტრი ერთ სულ მოსახლეზე. ხო, შეიძლება ესეც განაშენიანებულ ტერიტორიაზე დაითვალეს, მაგრამ მთლიანად პარიზის იმაში არის 12-მდე. მაგრამ პარიზიც არ გამოიჩება, თუმცა მე მგონი ბერლინი ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე მე მახსოვს აღზე 50 კვადრატულამდე იყო თუ 40 კვადრატული. მე ესე მახსოვს. ხო, ასე ვიცი მეც კი. როგორც ექსპერტს ამ საქმის, გარდა იმისა, რომ ქალაქში გაუნაშენებელ ტერიტორიებზე არ უნდა მოვახდინოთ მშენებლობა, არ უნდა შეუცვალოთ მწვანე ტერიტორიებს, რაც გეგმით გვაქვს სტატუსი და არ უნდა ვაშენოთ სახლები, კორპუსები და ასე შემდეგ. როგორ შეიძლება მოვიქცეთ თბილისის გარშემო უკვე არსებულ ტერიტორიებზე? რა შეიძლება გავაუმჯობესოთ იმ თვალსაზრისით, რომ როდესაც ქალაქიდან გავდივართ, ცოტა ვწდებით ცენტრს, ვხედავთ უკვე საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში მყოფ მყინვარგავებს. ან ტერიტორიებს, სადაც შეიძლება იყოს გამწვანებული, მაგრამ არ არის სიმწვანე. აი, სულ უყურებ ხოლმე ნაფეთრების ფერდს. აქეთ ამ ხარეს. კი, ჩრდილოეთის ფერდია და ბუნებრივად ის უფრო ცხელია და იქ გამწვანების მოწყობა და გამწვანების შენარჩუნება საკმაოდ რთულია, მაგრამ როგორ ფიქრობთ, აი რა შეიძლება გაკეთდეს დამატებით იმისთვის, რომ აი ამ გაუმწვანებელ ტერიტორიებზე მოხდეს გამწვანება? იცით რა, პირველ რიგში ისევ და ისევ აი რაც უკვე მე ვიხმარდი ამ ტერმინს, გაფუჭებულია, იმას აღარაფერი ეშველება და გაფუჭებაში ვგულისხმობ სადაც არის და არ არის შესაძლებელი კორპუსები რო არის, ამას სხვა არასდროს არაფერი ეშველება, იმიტომ რომ არის და არის. პირველ რიგში მაქსიმალურად უნდა იყოს შენარჩუნებული ის მწვანე სივრცები, რაც ჯერ კიდევ არის დარჩენილი. კი, ბატონმა მამუკამ თქვა, რომ ბევრი უკვე კერძო საკუთრებაშია და ეს დამატებით პრობლემას ქმნის, ისევ იგივე დიდი ტიპის მაგალითზე გეტყვით, ასეთი მოედანია, ნახევარი სახელმწიფოს იყო და გააკეთეს იქ რაღაც რამდენიმე ხედარგეს, მეორე ნახევარი კერძო საკუთრების და იქ არის ტრაილერების პარკინგი, ანუ შუაზეა გაყოფილი, ნუ პატარა სივრცეზე არ ვიცი რამდენი კვადრატული მეტრი იქნება. პრობლემაა ეს და ვთქვათ იგივე სკვერი გაკეთდა დიდი ღობში 2-3 წლის წინ მესამე მიკრორაიონში 1400 კვადრატული მეტრი, ბოდიში 14000, ანუ 1.4 ჰექტარია როგორც ვიცი დაახლოებით და ერთი პერიოდი დიდი ღმის ცენტრალ პარკს ეძახდნენ. წარმოგიდგენიათ თქვენ, რომ 1.4 ჰექტარიან სკვერს დაარქვა ცენტრალ პარკი და ესე მანქანებიდან, სხვა იმებიდან მოდის იქ ზაფხულში ვერ გაივლით, იქაც აი რაღაც ისისება და რა. იმიტომ რომ შედარებით დიდი ფართობის, აი ეს არის, ხო? და ესეც იყოს კერძო საკუთრება და მოხდა მისი გამოსყიდვა. მე მესმის, რომ ეს ძალიან შეიძლება რაღაცა კერძო საკუთრებებში გადაცემა, ნუ ეს შეიძლება შესაძლებელია როგორ ხდებოდა კერძო საკუთრებაში გადაცემა, როდის იყო გადაცემული, რატომ იყო გადაცემული, რაც არ შეიძლება ეს, მაგრამ ეს ახლა ნახე, ბოდიში ნიუ-იორკის ცენტრალ პარკი არის 341 ჰექტარი. კი ბატონო და ნიუ-იორკში, სადაც ახლა მე ხშირად გამიგია სხვათა შორის, ახლა ისევ ცოტა ვცდები თქვენ იმას, მაგრამ რომ აი მოთხოვნა, ეს ეკონომისტებისგანაც გამიგია ხოლმე, რომ აი თბილისში საცხოვრებლებზე არის მოთხოვნა და მართლა საოცარია.
აი ისეთი ფასები აქვს ამ ბინებს რომ განცვიფრდებით და მოთხოვნა, მაგრამ ეს არ არის ქალაქის სახე და განაშენიანება, ჩემი აზრით ეს არ არის ის თემა, რომელიც კლასიკურ მოთხოვნა მიწოდების და ბაზარი თვითონ არეგულირებს ამ ადამ სმითის ამ თეორიას უნდა დაექვემდებაროს, იმიტომ რომ არც ერთ აი ნორმალურ მაგ ცენტრალ პარკში ასეთ მჭიდროდ დასახლებულ ნიუ-იორკში ვინმე მოინდომოს რომ 500 კვადრატული რა იქნება ახლა რომ ერთი რაღაცა ისჩავლა წარმოუდგენელი ამბავია. ამიტომ ეს არის ის რაც დიახ მკაცრად უნდა იყოს ეს დაცულობა და კიდევ ერთ საკითხს მინდა შევეხო სანამ რომ თქვენ ახსენეთ აი ცენტრიდან როდესაც გადიხარ უკვე პერიფერიებში მწვანეთა ნარგავებზეა ეს გადაცემა ახლა მაგრამ არა მარტო მწვანე ნარგავები იგივე ინფრასტრუქტურა ფეხსავალი ანუ ეგრეთ წოდებული ტროტუარები რა მდგომარეობაშია თუ არის ორი კაცი რო ვერ გაივლეს გვერდი იმდენად ვიწროა ანუ თუ არის ეგეც ხშირად არც არის ეს ანუ რეალურად ფეხით მოსიარული ადამიანისთვის ძალიან რთულია გადაადგილება ეგ ის არის და რა მინდოდა მე თქვა მას რატო ვახსენებ აი სადღაც ხო უკეთესი მდგომარეობაა თბილისში ვთქვათ რაღაცა ვაკეს შვიდჯერ გაკეთდა ტროტუარების ეს რაღაცა იქ აყარეს დაყარეს ხან ასფალტი გამოიცვალა ხან რაღაცა მაშინ როდესაც გარეუბნებში არის ძალიან ბევრი ქუჩები სადაც მართლაც ტალახში დადის ხალხი და უკვე განაშენიანებულია და ზოგან კერძო სახლებია კორპუსებიც არის და ეს არის ეგრეთ წოდებული მივყავართ ამ ყველაფერს ეგრეთ წოდებულ სოციალურ უთანასწორობამდე სოციალურ უსამართლობამდე იმიტომ რომ არ შეიძლება რომ ერთსა და იმავე ქალაქში კი ყველგან არის ახლა სადღაც უფრო პრესტიჟული უბანი მაგრამ ერთსა და იმავე ქალაქში არ შეიძლება რომ ამდენად უთანასწორო იყოს ეს მდგომარეობა რომ სადღაც არის ბევრად უფრო გამართული ინფრასტრუქტურა ტრანსპორტის ხილმისაწვდომობა სიმწვანე სადღაც და სადღაც გვაქვს ამის სრულიად საწინააღმდეგო არის რეაბილიტაცია მაგრამ მასე ჩვენ სოციალურ უთანასწორობაში გვაქვს მეტრო არა გვაქვს ხო ნუ ახლა ეგეთ არა ვერც გეკნებათ ეს არის ეს მართლა ძალიან მაგრამ ისეთი განაშენიანება უკვე რომ მეტრო არა მე მაგალითად დიდი ღომზე რომ ამბობენ რომ ტრამვაი უნდა გაკეთდეს რომ მართლა არ ვიცი სად არის ამის საშუალება და მე მეოთხე სართულზე ვცხოვრობ და ვიცი ხუმრობ ხომ ხანდახან არ მინდა ფანჯრების წინ ჩამიქროლოს რაღაცა ტრამვაი არა მე დიდი ღომში რომელ კორპუსთან გაჩერდება არ ვიცი მაგრამ არა გაჩერდება არა თანამედროვე ტრამვაი ის რომ ხეივანში გაიაროს მაგის საშუალება არის სად რო გაიაროს ხეივანში რო გაიაროს მაგის საშუალება არის არ ვიცი სხვა შორის მე ძალიან მივესალმები ამ პროექტს რომ ჰაბად იქცეს დიდუბის სადგური და ძალიან კარგი იქნება თუ ეს გაკეთდება. სატრანსპორტო ჰაბად ქონდა ჩვენ ჩაფიქრებული გენგეგმაშიც ეს ტერიტორია, საერთოდ ტრამვაიზეც იყო ლაპარაკი, მაგრამ მე მერიამ შეიგავა თავი, იმიტომ რომ საკმაოდ დიდ ფინანსებს მოითხოვდა, მე ხელ გეუბნები 2015-2016 წელია და ახლა წამოიწია ეს საკითხი. წამოიწია ისევ საკითხმა და ჩვენ მაშინ ვთქვით რომ მოდი ბასლაინები დავნერგოთ და ბასლაინების ადგილზე შემდეგ შეიძლება ჩამოვანაცვლოთ ეს ყველაფერი ტრამვაით და მე მგონი ესეც ხდება ეს პროცესი მიდის. გენგეგმის ავტორი ბრძანდებით. ერთ-ერთი ავტორი ალბათ ძალიან დიდი ჯგუფი მუშაობს. კი ბატონო, ერთ-ერთი ავტორი ბრძანდებით. ძალიან მნიშვნელოვანი არის კანონი, რომელიც არეგულირებს მენაშენის მიერ ეგრეთ წოდებული K3 კოეფიციენტი, რომელიც გულისხმობს აი ამ შენობა ნაგებობების ან უბნის გამწვანების კოეფიციენტს რამდენი პროცენტი უნდა იყოს. ხშირ შემთხვევაში ძალიან არაკეთილსინდისიერად იქცევიან მშენებლები, მაპატიონ ჩემი კოლეგები არიან, მაგრამ იმისთვის რომ ექსპლუატაციაში შევიდეს შენობა, ასე მოჩვენებითად გამწვანებენ ამ ტერიტორიას და უცბად ხედავთ რომ ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ ამ გაზონზე დგას მანქანა, ამ ადგილას დაიგო მერე ფილა რო ვიღაცა მოაწყო რაღაცა და ასე შემდეგ და ეს გამწვანებული ტერიტორია რაც თქვენი გეგმის მიხედვით უნდა ყოფილიყო საბოლოო ჯამში გადაიქცა მანქანის პარკინგად ან რაღაც ისეთ ადგილად რომელიც შორს არის გამწვანებული ტერიტორიისგან ძალიან. როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა დავიცვათ ეს რა უნდა იქნას, რა გადაწყვეტილებები უნდა იქნას ქალაქის მთავრობის მიერ მიღებული, რომ თავიდან ავირიდოთ აი ესეთი არაკეთილსინდისიერი ქცევა მშენებლების მხრიდან. ისიც რა არის ახლა ეს რეცეპტი მენაუდაც არა, მაგრამ მე არ ვიცი ახლა როგორ უნდა აირიდონ, იმიტომ არსებობს რაღაც სახელმწიფო სტრუქტურა, რომ დადგეს და გააკონტროლოს, ხო? ამაში იღებენ ისინი ხელფასს და უნდა დაადგნენ და მსგავსი ფაქტები არ უნდა დაუშვან და ვინც ამას გააკეთებს, ის უნდა დაჯარიმდეს.
საკმაოდ მკაცრად, ისე რომ შემდეგ სურვილი აღარ გაუჩნდეთ და დაიცვან ის კასამი კოეფიციენტი, რომელიც მართლა მნიშვნელოვანი არის თითოეული დასახლებული რაღაც გარკვეული ტერიტორიისთვის, ხო? განაშენიანებულისთვის. მე მინდა რომ ერთ ძალიან მნიშვნელოვან თემას შევეხოთ, არ მინდა რომ მე მგონია საფუძველს ალბათ იმისა, რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ. და ისევ ჩვენ კი ვისაუბრეთ დაწყებამდე, ხო? ინვენტარიზაციის თემას მინდა შევეხოთ. ეხლა ეს დაახლოებით იცით რა მდგომარეობაში ვართ, ახლა ქალბატონმა ხათუნამ ბრძანა მნიშვნელობა გამწვანებული ტერიტორიებისა და ჩვენ ამაზე თანხმდებით, ხო მართალია რომ ეს ქალაქისთვის არის სასიცოცხლოდ აუცილებელი, ეს უბრალოდ ისე არ არის დეკორატიული რაღაც კუთხე, რომ იცი რა დეკორატიული კუთხე მაქვს და მექნება თუ არა არავუშავს. ეს არის სასიცოცხლოდ აუცილებელი. რას ვფლობთ? რა გამწვანებულ ტერიტორიას ვფლობთ? რამდენს ვფლობთ? სად არის მათი საზღვრები? რამდენი ხენარგავია, რამდენად არის დაზიანებული თქვენ შეეხეთ ამ თემას, რამდენად არის ავარიული ეს ხეები, სახელმწიფო მოსაჭრელია ეს ხეები, სახელმწიფო შეიძლება თავში დაეცეს ადამიანს და მოკლას, ვიცით ჩვენ ეს ყველაფერი. თუ ჩვენ როგორც ყოველთვის პრევენცია არ ვიცით, მაგრამ კარგად ვიცით ხოლმე, მე შეშფოთდება, როდესაც რაღაც მოხდება ხოლმე, ხო? ფაქტი. ხო შეიძლება ამის პრევენცია. ხო უნდა ვიცოდეთ ჩვენ, უნდა დავამატოთ ამ გამწვანებულ არეალებს ხენარგავები თუ გამოვაკლოთ. იქნება ძალიან ზედმეტია და მაგდენი ჟანგბადიც არ ვარგა. ანუ რაზე მაქვს ახლა ლაბარაკი? ლაბარაკი მაქვს იმაზე, რომ ჩვენ ხო მოსახლეობის აღწერას ვაკეთებთ ხოლმე, ჩვენ ხო თვალით არ ვაფასებთ, იცით, მგონი მოიმატა მოსახლეობამ თუ არ მოიმატა. ამისთვის არსებობს სპეციალურად პროგრამები, მუშავდება, აი თუ ახლა ჩატარდა ხო და დამუშავდა კიდევაც რამდენადაც ვიცი. უკვე სტატისტიკური მონაცემები აღწერასთან დაკავშირებით მოქალაქეებით ესე უნდა აღწერა, ესე ხდება მთელ მსოფლიოში. ესე აღწერენ ხენარგავებსაც, გამწვანებულ ტერიტორიებსაც, უსაზღვრავენ მათ თავის საზღვრებს, ხო მართალია და ვიცით ჩვენ რას ვფლობთ, რამდენს ვფლობთ და რა ჭირდება ამას განვითარებისათვის. ჩვენ როდესაც გენგეგმაზე ვმუშაობდით, არაფერი მსგავსი არ იყო. ჩვენით დავიწყეთ ამის როგორც გარემოს დაცვის ყოფილ მინისტრს კითხვა თქვენთან არის მე მგონი რატო არ გვაქვს აღრიცხული ეს ტერიტორიები და ეს ქალაქს ეხება ეს არ ეხება ქალაქს ეხება სრულიად ეს არ არის ქალბატონი ხათუნას კომპეტენცია იქაც ეს ინვენტარიზაციის პრობლემა თუ გადავალთ ქალაქის იქიდან ტყეების იყო უბრალოდ პრობლემა და მოკეთ ეგ როგორც იქნა დაიწყო ტყეების ინვენტარიზაცია ეს არის ზუსტად ქალაქის არა ეს არის მუნიციპალიტეტების გასაკეთებელი საქმე და თქვენ გონიათ ახლა პირველად ავთქვი ეს და აქამდე არ ეს თემა ალბათ მუშავდი მე გარემოს დაცვის კომიტეტში მუშაობდი ქალაქისა 94 წლიდან. ნუ რა ვიცი ხა რამდენჯერ ყოფილა ეს საკითხი დასმული, რამდენჯერ შეგვიტანია წინანდება, უფრო მეცაც გეტყვით 2005 წელს კომიტეტმა დაიწყო ამის კეთება, ტენდერი გამოცხადდა და იყო გამარჯვებული და დაიწყეს ინვენტარიზაცია. 2004-ში დაიწყო და 2005-ში სამსახურის ლიკვიდაცია მოხდა. ჩათვალეს რომ გარემოს დაცვის სამსახური არ უნდა ყოფილიყო. არ ვიცი რატო ჩათვალეს, ესე ჩათვალეს მე 4 წლის მერე აღადგინეს სულ სხვა ფუნქციებით. ნუ ბევრი რამ გადავიტანეთ, ბევრი რამ გვინახია, იმიტომ გითხარით რომ საუბარი კარგია, მაგრამ თავარი ალბათ ყოველთვის საქმე არის ხოლმე რომ მოყვეს და ინვენტარიზაციაა გასაკეთებელი. კიდევ ერთხელ ვიტყვი 1000 ჯერ, ან 2000 ჯერ შეიძლება ვთქვა და გავიმეორო. უნდა ვიცოდეთ რის მფლობელები ვართ. სახში ხო ვიცით რამდენი სკამი გვაქვს და ესე უნდა ვიცოდეთ ალბათ რამდენი მაგიდა და თებში, ისე უნდა ვიცოდეთ რამდენი ხენარგავი გვაქვს რა მდგომარეობაში. ეს არის ახლა ყველაფრის მათ შორის ეს ყველაფერს არ გადაწყვეტს, მაგრამ ის რომ განვითარებაზე ილაპარაკო და გამწვანებაზე ილაპარაკო, ხო უნდა იცოდე რა გაქვს. და გენგეგმაში როგორ იხემძვანებთ, ანუ რაზე დაყრდნობით იხემძვანებთ? გენგეგმა სხვა მასშტაბის დოკუმენტი არის, გენგეგმა, მაგრამ ნუ აი ესეთი გამწვანებული ტერიტორიები ჩვენ გეოსაინფორმაციო სისტემაში მოვნიშნეთ, დავიწყეთ გადამრავლება, გადმომრავლება, მათ შორის მიწვდომადობასთან დაკავშირებით ძალიან კაი კვლევა გავაკეთეთ და ყველას ვურჩევ რომ თუ მათთვის საინტერესო იქნება ამ კვლევას გაეცნონ, იმიტომ რომ არის ArcGIS-ზე მასალები გამოქვეყნებული გენგეგმისა, ყველაფერი საჯარო არის და ყველა ეს საკითხი ჩვენ რასაც ჩავწვდით და რაც შეიძლება, იმიტომ რომ თქვენ ხო არ გგონიათ ეს პატარა სამუშაოა, ეს არის წლების სამუშაო, 1-2-3 წელი მაინც დაჭირდება და რაც გენგეგმა ღირდა, იმაზე შეიძლება ორჯერ უფრო მეტი ღირდეს. ინვენტარიზაციის სამუშაო, მაგრამ ქალაქმა ეს უნდა გააკეთოს. ეს უნდა აუცილებლად გაკეთეს, ეს საბჭოთა პერიოდში კეთდებოდა ხოლმე და ყველა ქვეყანაში, ნორმალურ ქვეყანაში კეთდება. რა მდგომარეობაშია ხეები? რა თქმა უნდა, მათ შორის ესეც არის, რა ჯიშებია? აუცილებლად. რა მდგომარეობაშია? სად არის დეფიციტი? ესე არა მე რა ქვია, მინდა ეხლა რაღაც პროგრამა ხეების დარგვისა, სადაც მინდა იქ ჩავრგავ. ეგრე არ არის. საერთოდ ეგრე არ ხდება არაფერი. თავისით არაფერი არ ხდება და ეს რა ქვია ბუნებრივად ესეთი რაღაცები არ ხდება ხოლმე. ესეც განაშენიანების და ქალაქგეგმარების ერთ-ერთი ნაწილია, ხო? გამწვანებული ტერიტორიები, რეკრეაციული ტერიტორიების დაგეგმარება.
ეგრე არ არის მარტივად რა. გვინდა ვაქციო თბილისი თუთის ხეების ქალაქაც და მე გვაქვს ბევრი თუთის ხეები, იმიტომ რომ კომუნისტების ნემაზე რა ქვია ფაბრიკა ქარხნებს მომსახურებოდა ეს ის. აქ სპეციალისტების ჩართულობა აუცილებელი და ნუ რა ვიცი ახლა რამდენჯერ დაიძრა ეს საკითხი და ვერა საკრებულოში სამჯერ იყო შეტანილი ეს წინადადება ქალაქ თბილისის მერიიდან წლების წინ. სამივეჯერ ამოღებულ იქნა. რომ თორე აქამდე გვექნებოდა ინვენტარიზაციის ეხლა მით უმეტეს ისეთი ტექნოლოგიაა რომ ყველა ცვლილება შეიძლება ავტომატურად მოხდეს რაღაცა და ქალაქსაც ეწოდინება სად უნდა შეუკვეთოს გადაბელვა, სად უნდა შეუკვეთოს მოჭრა. ხო, რო ტყუილად არ დაიხარჯოს ფული და არ გაიხარჯოს ის ფინანსები, რომელიც ძალიან საჭირო არის. იმიტომ რომ ხომ გეუბნებით ახლა რა შედეგებზე უნდა ისაუბროთ, გავაკეთოთ ორიენტირი, ანუ როდის დაეცემა კაც თავში, რომ საწყალი მე იმის ან მანქანას, რომ მე იმის ადაზღაურება დავიწყოთ. სხვათა შორის ხენარგავების აღწერა კი არა, ავარიული ქალაქია თბილისი, როგორც ვიცით, საკმაოდ ისეთი მძიმე მდგომარეობაში ყოფი ქალაქი და ამის აღწერა არ აქვს. მართალია, იცით რა არის ჩვენი თავარი პრობლემა, აი გეგმებზე ვმუშაობთ, ხო და ესეთ მნიშვნელოვან ქალაქ გეგმარებით დოკუმენტებზე. მონაცემების მე არ ვამბობ, რომ სხვა ქვეყნებში არ არის მონაცემების დეფიციტი, მაგრამ ნუ საშინელი მდგომარეობა ახლა ქალაქებს ვაკეთებთ და ვერაფერს ვერ ვიღებთ ხოლმე, რომ ჩვენ ხომ მკვლევარები არა ვართ, ჩვენ ვართ გეგმარებლები, მაგრამ გვიწევს ხოლმე კვლევა. ხშირ შემთხვევაში, რომ ის გეგმარება ხო კვლევაზეა დაყრდნობილი, ხო კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საფუძველი ხო უნდა იყოს იმისთვის, რომ დავაგეგმარო რაღაცა. მე რო ამ ზონას ეს ზონა მივწე ეხო კვლევის საფუძველზე უნდა გავაკეთო ეს ყველაფერი. მე აქვე ვისაუბრებ შემთხვევით და პირობას ავიღებ თქვენგან რომ ამ საკითხებზე თბილისის ურბანულ საკითხებზე უკვე აი შენობების თვალსაზრისით რა მდგომარეობა გვაქვს და როგორ არის და რა არის გამოსავალი თქვენი აზრი ძალიან მაინტერესებს და დაგითანხმებთ ამ განაცემაში. ძალიან კარგი სპეციალისტები არიან, გალბატონ ხათუნას დამემოწმება, ძალიან კარგი სპეციალისტები არიან, მათ შორის აი ესეთი არქიტექტორები ძალიან კარგი გუნდი იყო, რომელიც მუშაობდა გეგმაზე და არჩევნილი ახლა მე მერაბოლკვაძე არ დავასახელო, ძალიან პროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ძალიან კარგი იქნება მასთან ერთად სიამოვნებით მივიღებთ. ძალიან კარგი, დიდი მადლობა. დიდი მადლობა მობრძანებისთვის, ამ პრობლემატიკის წამოწევისთვის, ჩვენ მომართული ვართ იქით, რომ ერთ რაღაც სისტემატიკა შემიძლია ბოდისგეტი თუ ბოდისგეტი ყავდათ უკვე. ესე იგი, ბატონმა მამუკამ პირველ რიგში ისიც მინდა ვთქვა, რომ ლისის ტერიტორია ახსენეთ და აი ისე ამ ზონალურ ცვლილებებზე ვარ. ლისი არის ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ადგილი, სადაც მაქსიმალურად მოხდა ბევრი ცვლილება იქნა შეტანილი განაშენიანები, სიმწვანეს საზიანოთ და განაშენიანების სასარგებლოდ, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ესეთი უბანია ლისის. მაგას დიდი რევიზია არ ჭირდება გეთანხმები. ბრძანისია კიდევ ვთქვათ, ასეთი უბანი ფონიჭალა ბრძანისი და ესე არის მოკლედ რამდენიმე ესეთი განსაკუთრებული. ეს ერთი, მეორე თქვენ რომ ბრძანეთ, რომ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ აი ეს მანქანა გაზონზე მშენებელმა. ახლა მშენებელი არის კერძო პირი, ანუ ბიზნესია, ხო, რაღაცა, რომელმაც და განსხვავება საჯარო სექტორსა და კერძო სექტორ შორის არის ის, რომ კერძო სექტორი მუდმივად ესწრაფვის, რომ რაც შეიძლება მეტი სარგებელი ნახოს და თავისი კეთილდღეობა გაიუმჯობესოს კერძო სექტორის, მაშინ როცა საჯარო სექტორის განსხვავება მთავარი არის ის, რომ საჯარო სექტორი უნდა ზრუნავდეს, რომ გააუმჯობესოს ადამიანების კეთილდღეობა. ანუ ეს ორი განსხვავება. ამიტომ არის საჯარო სექტორის მხრიდან კონტროლი და ხა რა თქმა უნდა არსებობს არაკეთილსინდისიერი და კეთილსინდისიერი ბიზნესმენიც და მაგას ახლა სხვა თემებია სოციალური პასუხისმგებლობა და ამავდროულად. მაგრამ ისევ და ისევ ის რომ რაც არის, რაზეც პირველ რიგში რაზე გაიცემა ნებართვა და მე რაზეც გაიცა ნებართვა ის აღსრულდა თუ არა, ამის კონტროლი არის პირდაპირ სახელმწიფოს ფუნქცია და მოვალეობა. და ერთი მომენტი კი მინდა კიდევ ერთ ხაზი გავუსვა, რომ აი როდესაც შენდება და ვთქვათ ვამბობთ, რომ აი მანქანა იქ არის და მწვანეს მართლაც ასეა, ტროტუარზე მანქანა აყენია, სადაც მწვანეს სივრცე შეიძლება იყოს მანქანა აყენია და ვთქვათ ეს როგორც ვხვდები ააწუხებს ყველას და სავარაუდოდ ის რაღაცა ცვლილებების ახლა რო იყო და დაანონსებული კი არა მგონი მიიღეს უკვე რომ ნუ ჩემთვის გაუგებარი მაგ ფორმით, მაგრამ მანქანების რაღაცა, ნუ ეს ამ პრობლემას არ გადაჭრის დამრწმუნეთ, მაგრამ ნუ მოკლედ ამ მანქანა კორპუსები შენდება, სადაც თქვათ 100 ბინადარზე გათვლილი, 100 ოჯახზე უბრალოდ გათვლილი 100 ბინიანი კორპუსი და რო ეკითხები რომ პარკირების ადგილი თუ გაქვს კი, როგორ არა და შეიძლება გქონდეთ 20-30 პარკირების ადგილი, მეტი არა.
ამაზე აქვთ ნებართვა, არ ვიცი, ახლა სავარაუდოდ კი ამაზეა ნებართვა გაცემული. მაშინ როცა საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკა არის ის, რომ რამდენ ბინიანიც არის ესა თუ ის მაღალსართულიანი შენობა, 1.5 საპარკინგე ადგილი უნდა ჰქონდეს მას გათვალისწინებული. ანუ 100 ბინიან შენობა სულ მცირე 100-150 საპარკინგე ადგილი უნდა. მე ასეთი კორპუსი დღეს თბილისში არ ვიცი, რეკლამებსაც რო ვუყურებ, თქვათ, რაღაცა შენდება 400 ეგ რაღაცა პავლოვზე იყო რაღაცა 400 რაღაცა ბინიანი, დამაინტერესა დავრეკე პარკირება. ბოდიში არ დავრეკე, თვითონ იქვე იყო მითითებული. აქვს 200 საპარკინგე, ანუ წარმოგიდგენიათ 450 ბინა უნდა იყოს და სიამაყით არის გაცხადებული, რომ 200 საპარკინგე ადგილი აქვს. დღეს ერთი მანქანა მაინც ყავს ვიღაცას. ერთი მანქანა იმ 250-მა ბინამ რა უნდა ქნას, სადაც შესაძლებელია იქ და პრობლემა არის, აი ყველა ოჯახში რო ორი მანქანა ყავს თბილისში. არა, ერთი ყავდეს, თქვათ, ერთი ყავდეს, ერთი მანქანა ხო შეიძლება ყავდეს, ახლა თქვენ ყავდეთ და მე არა, რატო მაგალითად არ მე მყავდეს და თქვენ არა. ამას ვერ დაუშვით, მაგრამ ის მანქანა შეიძლება არ გადაადგილდებოდა და საზოგადოებრივი ტრამვა, მაგრამ სადღაც ხო უნდა დააყენო და ის რომ თქვათ ამაზე არ არის, არ ვიცი ბატონო მამუკა, თქვენ შეიძლება იცოდეთ, ალბათ მე ვფიქრობ, რომ ალბათ არ გვაქვს ეს სტანდარტი და თუ გვაქვს ეს სტანდარტი და მაინც ასე გაიცემა ნებართვა რომ 400 ბინიანზე 200 პარკირებიან ადგილზე, მაშინ დარღვევასთან მქონია, თუ არ გვაქვს ეს სტანდარტი, მაშინ ეს სტანდარტი აუცილებლად, იმიტომ რომ წარმოუდგენელი ამბავია. არის სტანდარტი, ყველაფერი სტანდარტები არსებობს. ხო, ნუ არ ვიცი რა. და კიდევ ერთ ვიტყვი, შენობების და ანუ გზები, ნუ ამაზე ვთქვით რომ მე ვისაუბროთო, შეიძლება ახლა უკვე ძალიან გადავუხლე და სხვათა შორის თქვენ შეეხეთ ამ იმას საკითხს, სხვათა შორის კეთილსინდისიერი და არაკეთილსინდისიერი მშენებლებიო, ხო? მანდ მე სხვა კუთხით შევხედავდი ამას. ნახეთ, უფრო სწორი სამშენებლო კომპანიისთვის და არის ასეთი მაგალითები, ხა მე რეკლამად კი გამომივა ამ ადგილის შენი სახლი ჯიქიაზე, სადაც შენებლობის ნებართვის აღების დროს კასამი კოეფიციენტი მათ გაზრდილი აქვთ იმისთვის, რომ პირიქით მეტი სარეკრეაციო ზონა შექმნან, მეტი სიმწვანე შექმნან, რომ უკეთესად გაყიდონ და უფრო მიიზიდონ ეს ადამიანები საყიდლად, ვიდრე ააშენონ ბევრი, არ გააკეთონ საერთოდ ეს მწვანე სივრცეები და შემდეგ გაუჭირდეთ გაყიდვა. მე ძალიან ბევრ სამშენებლო კომპანიას ვიცნობ, ვინც ზუსტად აი ამ სტრატეგიით მიდის, რომ გააკეთოს მაქსიმალურად ბევრი და შესაძლებელი გამწვანებული სივრცე იმისთვის, რომ ეს გამოადგეთ შემდეგ უკვე მარკეტინგული თვალსაზრისით. ეგეც არის მარკეტინგული ამბავი, რაც სწორია და მე მივესალმები მაგას, მაგრამ ეგეც ისევ და ისევ, იმიტომ რომ კარგად გაყიდოს. რა თქმა უნდა, კარგია, შეიძლება სხვა მიზნითაც იყოს ეს, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს მისასალმებელია და აკვე ერთ დავამატებ აი ამ თემასთან კავშირში და დავასრულებ. არავინ არ ფიქრობს იმას, ჩემი აზრით, რასაც უყურებ, რომ პირობითად მე რომ ვცხოვრობ დღეს აქ და წინ მაქვს სივრცე, რომელიც შეიძლება გაკეთდეს ამ რეკრეაციიდან დარჩეს ასე, ხო შეიძლება ხანუ რაღაც ბალახი იყოს, არ იყოს საქანელები და ისინი, მაგრამ რაღაც ხეები იდგას, ხო ნუ რეკრეაციული სივრცე ქვია, ჩემი ბინის ფასი დღეს თუ არის X რაღაცა, იქ თუ მე წინ კორპუსს ჩამიდგამენ, ჩემი ქონების ფასი მცირდება. რეალურად მე მიუარესებენ აი ამ მშენებლობებით მე გარეუბანში მცხოვრებ ადამიანს მიუარესებენ საცხოვრებელ პირობებს. მე რო დამჭირდეს და გავყიდო, დღეს ვერ გავყიდი იმ ფასად, რა ფასადაც გავყიდი გუშინ, სანამ აი ამ კორპუსს ერთი მხრიდან, მეორე მხრიდან, მესამე მხრიდან, მეოთხე მხრიდან. ანუ ეს არის ის ზიანი, რაც ადგებათ მოსახლე ადამიანებს გარდა იმ საცობებისა, გარდა იმ შემცირებული მწვანე სივრცეების ასე შემდეგ. რეალურად მათი ახლა სხვა ახალ ვიღაცა მისი არ გაიგოს, რომ ინფრასტრუქტურა თუ მოწესრიგდება, ხაბა სადღაც მარტო ერთი კორპუსი რო დგას და გარშემო არაფერი არ არის, მისი ფასი უფრო მაღალია ბინის, არა, რა თქმა უნდა. აქ საუბრობ მე სწორად განვითარებულ ინფრასტრუქტურაზე. ანუ ესეც ძალიან საყურადღებოა და რატომღაც ადამიანები აი უკვე იმას არ ფიქრობენ მაგას, რომ აი ამ ყველაფრით შენი ქონებაც უფასურდება, როდესაც შენი საცხოვრებელი გარემო აღარ არის იმდენად მიმზიდველი და ან პოტენციალი დაკარგა მიმზიდველობის, შეიძლება ამ წუთას არ არის, მაგრამ აქ ეს არის დაგეგმილი და ნუ გაკეთდება ეს მწვანე სივრცე რაღაცა და არა, ეს პოტენციალიც კი დაკარგა ძალიან ბევრმა უბანმა იმისთვის, რომ გამხდარიყო მიმზიდველი. დიდი მადლობა სტუმრობისთვის, ჩვენს მაყურებელს კი ვეთქვი, რომ
მოუფრთხილდეთ იმას, რაც გვაქვს. ჩვენ მაინც მოუფრთხილდეთ, მოვუჭერით ხეებს, გავაფუჭებთ იმ ბალახს, რაც გვაქვს, იმიტომ რომ ხშირად ხვდებით თბილისში ისეთ სიტუაციებს, სადაც არის და ჩვენ თვითონ ვაფუჭებთ. ჩვენ მაინც შევუწყოთ ხელი საზოგადოებამ იმის შენარჩუნებას ან მინის განვითარებას, რაც უკვე გვაქვს. კარგად ზანდებოდეთ. კარგად ზანდებოდეთ.